Eagle Hills-ი. რა ინტერესი შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან? ეს არის საქართველოს ქონება, ქართული მიწა. ეს ქონება ყველაზე მინიმალური სტანდარტით რო შევაფასოთ არის $600 მილიონი ღირებულების. ყველა კორუმპირებული იყო, ყველა ფული იპარა. პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა. გითხარით რა ძევს ამ ხელშეკრულებაში. გითხარით რაში ჩაადგით ფეხი. გამარჯობა. საღამო მშვიდობის დაპირებისამებრ ვაგრძელებთ ჩვენ პოდკასტს მე და ირაკი კუპრაძე პოდკასტს სახელად დერეფანი. დერეფანი, რომელშიც ძალიან ბევრ კარს შევაღებთ, დერეფანი, რომელიდან შევეცდებით სხვა პერსპექტივით და სხვა წერტილიდან დაგანახოთ მნიშვნელოვანი, აქტუალური და საინტერესო ამბები. დერეფანის მეორე ეპიზოდი იწყება. მოგესალმებით ბატონო თამას. კაი, მოკლედ წინაზე ვიღაცამ გითხრეს რომ ბევრი ირბინეთ აქეთ-იქით და ძალიან ბევრ თემას მოედეთო, ეხლა შევეცდებით რომ დავდინჯდეთ. და შემოგთავაზოთ ჩვენი საუბარი ერთი თემის გამშემო. Eagle Hills-ი, არაბული ანკლავები თბილისსა და ბათუმთან, ამბავი რომელიც ლელომ დაიწყო ძალიან აქტიურად, რომელზე ყურადღების გამახვილება და რომელმაც ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია. იმხელა ყურადღება რომ პრემიერ-მინისტრმა სეილსმენობას დაიწყო და რეკლამებში მონაწილეობის მიღებაც გადაწყვიტა. პრომობიჯუნა შემოგხვდა ირაკლი კობახიძე, რომელმაც ეს ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიციის შემთხვევა განხადა საკუთარი თავის, ანუ სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრის რაღაცა პრომობიჯუნას საქმეთ, რომელიც დამაზიანებელია და ახლა ვისაუბროთ სწრაფი გადაძახილებით, ესე იგი არის თუ არა ეს საერთოდ ინვესტიცია, რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს ეკონომიკას, სახელმწიფოებრივ ეროვნულ ინტერესებს, დემოგრაფიული ნაწილი ჩავშლ და ასე შემდეგ. რასთან გვაქვს საერთოდ შეხება რა? მოკლედ, ძალიან მარტივად შევძლებდები რომ პირველ კითხვას უპასუხო, არის თუ არა ეს ინვესტიცია, არის ეკონომიკური პროექტი, ოღონდ ეს ეკონომიკური პროექტი არის თუ არა ინვესტიცია. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა, ეს ინვესტიცია არ არის, ერთი და მეორე, ეს არ არის ინვესტიცია ყველაზე მსხვილი არაბული უძრავი ქონების კომპანიისგან, როგორც ამას ასაღებს საქართველოს ხელისუფლება, ანუ ემაარისგან. ძალიან მარტივია ამის გაგება და დანახვა, ყველა შეუძლია კითხოს ChatGPT-ს. ემაარი და Eagle Hills-ი რა არის ამ ორ კომპანიაში კავშირი. პირველ რასაც გეტყვით, რომ ამ ორ კომპანიაში ერთ-ერთი კავშირი ეს არის ბატონი ალაბარი. დამფუძნებელი და დირექტორი ემაარის და შემდეგ უკვე დამფუძნებელი და მფლობელი, მარტო მფლობელი Eagle Hills-ის. მთავარი განსხვავება, ემაარი არის საჯარო დალისტული კომპანია, ანუ არის ესეთი დუბაის ბირჟაზე ივაჭრება, მისი მთავარი აქციონერები არიან მართველი ოჯახი დუბაის და კიდევ რაღაც დუბაის ელიტის დიდი ნაწილი, მაგრამ ამასთან ერთად ბევრი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი. განსხვავებით ემაარისგან Eagle Hills-ი არის კერძო კომპანია, დახურული კაპიტალით და ეკუთვნის ძირითადად ბატონ ალაბარს და სხვა მფლობელების შესახებ ინფორმაცია არ არის გასაჩორებელი. ორ კომპანიას შორის კავშირი არავითარი არ არის, იმ კომპანიამ განავითარა ემაარმა დუბაი, ეს კომპანია პირდაპირ იძახის ChatGPT და არაფერს არ ვამატებ და პოლიტიკურ ინტერპრეტაციას არ ვკეთებ, პოლიტიკურად სენსიტიური რისკის ამღები კომპანია არის. ის ოპერირებს მარტო ის ქვეყნებში, როგორც არის საქართველო, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები, ბალკანის ქვეყნები, სერბეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, მაგ ამბებს მე კიდე გავშლით. რატო არ არის ინვესტიცია? იმიტომ რომ თავისი არსით ინვესტიცია არის გარკვეული პროექტის, გარკვეული ფინანსური სარგებელის მოზიდვის მიზნით გაწეული ერთგვარი ხარჯი, რომელ ერთგვარ ხარჯსაც სიკეთეს, ხარჯს, სიმდიდრეს მოყვება შემდეგ ამ პროექტის განვითარება და ის ნახულობს მოგებას. აქ ინვესტიციას ვერ ვხედავთ, ჩვენი ეჭვია რომ ის საერთოდ არ არსებობს, ოღონდ აი ამას გვიმალავენ ზუსტად, ანუ აი ეს არის პროექტი, რომელშიც ერთ-ერთი ინვესტიცია არის ქართული დეველოპმენტის ამბავში თაზო. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამბავი არის ის, რომ მაგალითად საბაზრო ღირებულებით რო შევაფასოთ, იმ ქონების ღირებულება უნიკალური, ერთი კრწანისის ტყე-პარკი, მართლა გამორჩეული ტერიტორია, თავისი ეკოსისტემით, ადგილმდებარეობით, შიდა ტბებით და ასე შემდეგ. ერთი ეს და მეორე საქართველოს საზღვაო სანაპიროზე ერთ-ერთი საუკეთესო ტერიტორია გონიოს სანაპიროები, ასევე შიდა ტბებით, სხვათა შორის ძალიან საინტერესო ეკონომიკურადაც, გარემოს დაცვით მიმართ ყველანაირი მიმართულებით არის საინტერესო ქონება. ეს ქონება ყველაზე მინიმალური სტანდარტით რო შევაფასოთ არის $600 მილიონი ღირებულების.
ამ დროს 1/13 მესაკუთრეობის მფლობელობის და აქციების წამოიღო სახელმწიფო. თუ ეს 1/13 და ჩვენი შენატანი არის $600 მილიონი. აი ყველაზე პრიმიტიულად რო ავხსნათ. ანუ მეორე მხრიდან ინვესტიცია რამდენი უნდა იყოს? 2/13. მინიმუმ 2/13. 2/13 არის $1.2 მილიონი. ამ შემთხვევაში ამ ვითარებაში ჩვენ ვერსად ვერ ვხედავთ ამ ინვესტიციას, ერთადერთ რამეს ვხედავთ, რომ ჯერ არ დამტკიცებულ პროექტზე, ჯერ გაუცემელ ნებართვებზე წინასწარ ხდება გაყიდვები, მათ შორის რუსეთში და ყველას შეუძლია საძიებო სისტემებში Google-ში ნახოს, რომ ღია რეკლამები, მათ შორის არაბულ ქვეყნებში, სადაც რეკლამდება, რომ უკვე იყიდება საცხოვრებელი ფართები. ანუ თუ ეს ინვესტიცია არ მოიცავს კონკრეტულ ფინანსურ მხარდაჭერას, არამედ ჰაერს ყიდის დღეს, ეს ეგრეთ წოდებული არაბული კომპანია, ჰაერს ყიდის და ის და საწყისი კაპიტალიც კი სხვა მოქალაქეები, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების გაყიდვებიდან უნდა შემოიტანოს, რატომ არ შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა მაგალითად ნებისმიერ ქართულ კომპანიას. ამ დროს პარალელურად კიდევ ერთი შეკითხვა ჩნდება ჩემთვის. თუ ამ ვითარებაში ეს ფიზიკურად ანგარიშზე დადებული ინვესტიცია არ არსებობს, რომელიც იხარჯება ინფრასტრუქტურაში და ასე შემდეგ. რატომ არ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო საჯარო აუქციონი, სადაც უზარმაზარი კომპანიებია დღეს, ქართული კომპანიები, სამშენებლო დეველოპერები, რომლებიც ისევ ქართულ ოცნებასთან არიან დაკავშირებული, მაგრამ უზარმაზარი კომპანია რატო არ შეიძლება მათ თუნდაც კონკურენციის მინიმალური შესაძლებლობა გაჩენოდათ? მე ამის პასუხს ვერ ვხედავ და რავი თუ შენ თუ გაქვს ეს პასუხი არ არის ეგ პასუხი და ისევ არ გინდა რომ რამე სპეკულაციებში შევიდეთ და ვიღაცამ გითხრას რომ თქვენ პოლიტიკური ინტერესი გაქვთ პოლიტიკური ინტერესი ჩვენ ერთადერთი არის რომ საზოგადოება უბრალოდ იცოდეს რასთან გვაქვს აქ ChatGPT-ს ვეკითხებით რას აკეთებს ეს ჩვენ მესამე წამყვანი ჩვენი თანაწამყვანი გახდა ამჯერად ChatGPT ზუსტად ეგრევე ვეკითხებით რა არის ამ კომპანიის მთავარი თვისებები სახელმწიფო მიწა პირდაპირ ეს წერ საქართველოს კი არ წეს მთელ მსოფლიოში ესე ოპერირებს რა არის დამახასიათებელი პირდაპირი კავშირი ხელისუფლებებთან ქვეყნებში სადაც ინსტიტუციები არის სუსტი ან აღმასრულებელი ხელის ძალაუფლება არის ძალიან კაცრად კონცენტრირებული ერთ ხელში თავარი მსგავსებები ყველგან ერთ და იგივე და ეგრევე დაინახავთ ამ პროექტს სახელმწიფო მიწა გრძელვადიანი იჯარა ან გადაცემა სპეციალიზირებული ზონინგი, რასაც დავინახავთ, ანუ დაგეგმარება იქნება თბილისის სტანდარტებს მიღმა, ცალსახად უკვე შემიჩეულია ვთქვათ, და იურიდიული გამონაკლისები, რომელსაც აუცილებლად მოუწევს რომ დაუშვათ. ეხლა ლაპარაკი რა არის? აი, ზუსტად იგივე ამბავი ხდება ყველგან. უნგრეთში, სერბეთი, ალბანეთი, აი სამი მაგალითი შემიძლია მოგიყვანო. უნგრეთი, სერბეთი, ალბანეთი ზუსტად იგივე ამბავია, იდენტური. ყველგან 33% წილის ფლობელი არის სახელმწიფო. სერბეთის, უნგრეთის მაგალითს გეტყვით, რომ უნგრეთში არ გამოვიდა ეგ ამბავი. გაყიდვა ხდებოდა ზუსტად იგივე აი ამ პროექტის ეს გაპიარება. იგივე ამბით, 5-დან 12 მილიარდამდე. იმათ მაინც რაღაც სინდის გააჩნიათ, ცოტა მარჟას მაინც იძახიან, არაადეკვატური რიცხვების მარჟას იძახიან. ჩვენთან ერთი არაადეკვატური რიცხვია 6 მილიონი, რომელიც ეხლა შენთან თქვი, არაფრით არ ითვლება, არ ვერ მიდიხარ მაგ ინვესტიციამდე. ზუსტად იგივე ამბავი, სახელმწიფო მიწა 85 ჰექტარი, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა საინტერესო ზონაში ბუდაპეშტთან ახლოს. ბუდაპეშტს ერთი პლუსი აქვს ჩვენთან შედარებით. იქ მერი ოპოზიციონერია, იქ ოპოზიცია თავის დროზე დაირაზმა და დედაქალაქი რომელშიც ყველაზე მეტი ოპოზიციური განწყობა იმათმა წამოიღეს. ეს ისე სხვა ამბად, მაგრამ მნიშვნელოვანია. მერმა და საჯარო გამოსვლება მოახერხეს, რომ პროექტი, რომელიც არ ღვდო ყველა წეს, მაგალითად უნდა ყოფილიყო ყველაზე მაღალი შენობები ევროპაში და ვარდებოდა იმ სტანდარტთან, რომელიც ბუდაპეშტს ჰქონდა. სპეციალური დაგეგმარება და ზონინგი, რომელიც უფლებას მიცეს ამ კომპანიას და ნუ იქ ლაპარაკი იმაზე, რომ იქ უნდა აშენებულიყო რაღაცეები, სათამჯენები, აპარტამენტები, რომელიც მიუწვდომელი იყო უბრალოდ უნგრელი ხალხის, ანუ ელიტებისთვის კი, აქაც ახლა ის არ გამოგვივიდეს, რომ ქართული ხალხი ნაწილი ამას მიწვდება. ძალიან პატარა ნაწილი, რომელსაც ქვია ქოცური ელიტა. რეალურად ეგ არის და მეტი არაფერი. როგორც ირაკლი, რუსები იყიდიან, ესენი ყან, ვისაც ბევრი ფული აქვს და ეს ფული სადღაც არის დასამანდებელი. იურიდიული ნორმების დარღვევა, ყველაფრიდან ამოსვლა, მოკლედ იქ მოახერხეს, რომ საზოგადოება მოწრეხმა და მერიამ გააჩერა ეს პროექტი, ურბანმა აბსოლუტურად აი ესე განკარგულების საფუძველზე გააჩერა რა, ის დღემდე არავინ არ იცის რა იყო მიზეზი, იმიტომ რომ ოფიციალური მიზეზი არ უთქვიათ, უბრალოდ იქაური ექსპერტები აფასებენ, რომ იმხელა პოლიტიკური რისკი მოყვებოდა ამ რეპუტაციული ზიანი მმართველი პარტიისთვის. რომელიც ამათაც დაუდგათ რეალურად უკვე. კი, დაუდგათ. მაგ პრობლემაში არიან. ეხლა, როცა პრემიერ-მინისტრი ზის და ჩვეულებრივ მართლა პრომო ბიჭუნასავით იწყებს სამშენებლო პროექტის პრომოუშენს, ჯერ საკუთარ თავს პატივსაცემლიანი ვიდეო, სადაც პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს და გვერდით ესა
როგორ იქნება სველი წერტილები საცხოვრებელ ფარგლებში რაღაც ხო ფართი გვერდზე ესე იხატება და აქეთ პრემიერ-მინისტრია რა ვიღაცა ის კი არა რაღაც წამყვანი სახიანი ინფლუენსერი პრემიერ-მინისტრი ეგ ამბავია და ნუ მოკლედ იქ ეს გაიჭვეს სერბეთში იგივე ამბავი არის უცებ ვიტყვასაც მოგება იცი რამდენი და 33%-იანი წილი აქვს იქაც waterfront-ი ქვია იქაც თბილისის მსგავსად სხვა ჩვენ პრეზიდენტი იქ იყო და იმანისკენ რა ქვია დაათვალიერა ეს პროექტი ძალიან მაგარი იყო მივიდა და ეგ პროექტი დაათვალიერა 2024 წელს მოგების დაწერის მესამე წელი იყო და 9 მილიონი დოლარი იყო დივიდენდი სახელმწიფოს ანუ ხო ხტები რაზე არის ლაპარაკი 6 მილიარდი 9 მილიონი რამდენი წელი უნდა დაჭირდეს მაგ ამბავს ხო და შეუძლებელი ამბავია მოკლედ ეს რო ვთქვათ რა შეუძლებელი ამბავია და ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ისტორია ამ ტერიტორიების და ამ სიკეთის ტერიტორია ანუ სიკეთის რაც საზოგადოებრივი საკუთრება იყო თავისუფლად ერთი კრწანისის ტყეპარკი რომელსაც ნუ ტყეპარკის სტატუსი აქვს უზარმაზარი სარეკრეაციო ზონა უნიკალური ტერიტორიებით რომელიც ჯერ იყო სახელმწიფო საკუთრება შემდეგ გადაეცა საპატრიარქოს და საპატრიარქოს მაგ განცდით გადაეცა სავარაუდოდ თავის დროზე რომ ეს შემონახულიყო და მე მაგალითად სტუდენტობის პერიოდში ხშირად დავდიოდი ხოლმე ტყეპარკში ტბები იყო სათევზაოდ სხვა შორის თანხა იყო გადასახდელი რომ შესულიყავი და გეთევზავა და ერთ-ერთი სარეკრეაციო მნიშვნელოვანი დასვენებელი ზონა იყო. შემდეგ ეს საპატრიარქოს ჩამოერთვა, საპატრიარქოს ტბებს ვეძახდით საერთოდ და ყველა მაგას ეძახდა. საპატრიარქოს ტბები იყო ეს ტერიტორია. ეხლა აღმოჩნდა რომ უზარმაზარი არაბული ანკლავი უნდა აშენდეს. და გონიო თავის მხრივ რომელიც ასევე ესაზღვრება გონიოს პოლიმოს რომელიც გადამფრენი ფრინველების, გარემოს დაცვის თუ სხვა ღირებული ძალიან ღირებული ტერიტორიაა. რა ვითარება მაგალითად თავის მხრივ ამ სიკეთის პარალელურად დემოგრაფიული მდგომარეობა, რა უნდა შეიცვალოს. ერთი ახსენე რომ სრულად ამოვარდნილი ურბანული არქიტექტურული კოლაფსი უნდა მივიღოთ თავის მხრივ და მეორე მხრივ რა სოციუმი უნდა წარმოიშვას იქ ადგილზე. ანკლავს რატო ვეძახით? ანკლავს იმიტომ ვეძახით რომ გამოვიდა ამავე კომპანიის დირექტორი ერთ-ერთ სახელმწიფო ტელეკომპანია იმედზე და ღია თქვა რომ 60% იქნება ორიენტირებული იმას და ყოველთვის ასეა ჩვენს ყველა პროექტში უცხოელებზეო, განსაკუთრებულად არაბულ ქვეყნებზეო. ამ შემთხვევაში თავადვე ადასტურებენ იმას რომ ძირითადი შემძენები იქნებიან უცხოელები. თუ საუბრობთ ასეთ დიდ კომპლექსზე და ანკლავზე, ეს ნიშნავს, რომ 10,000-ობით ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, შეიძენს ქონებას საკუთრებას ჩვენს ქვეყანაში. კვადრატული მეტრის ღირებულება რაც დავთვალე, დაახლოებით იყო 6,000 და 12,000 დოლარამდე. ამ ვითარებაში $1,000,000 რომ უჯდება, თქვა, საშუალოდ ერთი პატარა საცხოვრებელი სახლი. და არის აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, არაბული ქვეყნებიდან მოქალაქე. თუ ამას შეიძენს მისთვის ხო ინტერესის საფუძველია მათ შორის ბინადრობის ნებართვის მიღება და მოქალაქეობის მიღება და ის რეკლამები რომლებიც გაუშვით გაუშვეს და ეს არის რომ თუ თქვენ შეიძენთ ამ ღირებულების საცხოვრებელ ფართს თქვენ ავტომატურად მიიღებთ ბინადრობის უფლებას. ანუ ეს ნიშნავს რომ 10,000-ობით უცხო ქვეყნის მოქალაქეო და აღმოჩნდეს ქვეყანაში, ოღონდ უნდა აღმოჩნდეს ანკლავის სახით. ანკლავი ეს კიდე როცა მიმოფანტულია ეს აღმოჩნდეს არიან ისე, მაგრამ ანკლავი ხდება. ანკლავი ხდება, აღმოჩნდება ანკლავი, სადაც 10,000-ობით მოქალაქე მიიღებს მათ შორის ბინადრობის უფლებას. იმ ვითარებაში, სადაც ყოველ წელს უფრო მეტი ადამიანი კვდება ჩვენს ქვეყანაში ვიდრე იბადება, ემიგრაციაში ყოველ წელს უფრო მეტი ადამიანი. ამიტომ თუ ვინმეს გონია რომ ხა ქსენოფობია თუ ასე შემდეგ ვიღაცებს ხონდათ ქართულ ოცნებას ბრალდების სახით. ეს არის ეროვნული ინტერესების საგანია, რომ თანაფარდობა საქართველოს მოქალაქეებს შორის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის როგორ შეიცვლება. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხია და არ ეხება ეს არაბული ანკლავი იქნება თუ გერმანული, რომელიც მაგალითად გერმანელები ძალიან მიყვარს, მაგრამ ნუ არ არის ჩემთვის მნიშვნელობა. ორივე პრობლემურად მიმაჩნია. მესმის კი, პრობლემა არის ეგ და ჩემი აზრით აი ამ შემთხვევაში იმდენი პრობლემა გვაქვს სუფთა სტრუქტურული ამ ადგილას, რომ ეგ ხდება აი ესეთი მეორე ნაწილადზე დასაფიქრებელი ამბავი. რატო ვიძახი ამას? შეხედე, ამბავი არის მარტივად აქაც. ინვესტიცია ვთქვით, ამონაგები არის ძალიან მნიშვნელოვანი. შენ ახსენე, რომ სახელმწიფო დებს მინიმუმ $600,000 ღირებულების მიწას ამ პროექტში. $600 მილიონი დოლარი რა არის? შეხედე, $600 მილიონი არის განუვითარებელი ველური, როგორც ის არის დღეს, ამ მიწის საფასური. ეხლა აქ რა ხდება, შეხედე? ქვეყანამ უკვე
ჩვენი დღევანდელი გადმოსახედიდან საქართველოს, ანუ მე-13 წლის ფლობელმა ჩვენმა სახელმწიფომ ჩადო დიდი ღირებულების ქონება, რომელიც არის ჩვენი გარანტია. იქიდან არ ვიცით რა დევს. ერთ-ერთი ვიცით, რომ დაპროექტებით არის დაკავებული. მაყურებელს რო ესვედეს დაპროექტება აი ესეთი დიდი დეველოპერული პროექტების თითქოს არის ხოლმე 3-დან 5%-მდე, აი თუნდაც 7 იყოს. ესე გამოდის, რომ 67% წილში 7% საფასურის რაღაცა აქვს გაკეთებული მარტო და მეორე ამბავი, რომელზეც აქამდე არ გულაპარაკია და ძალიან მნიშვნელოვანი არის. რომელიც პრობლემა იყო ყველგან, სერბეთშიც, უნგრეთშიც, ალბანეთშიც, მონტენეგროშიც. ინფრასტრუქტურას არასდროს არ აკეთებს არც ერთი კერძო კომპანია. ანუ იმ ველურ მიწაზე, რომელიც დღეს არაფერი არ არის, სახელმწიფო უნდა გააკეთოს ყველანაირი ინფრასტრუქტურა. თუ ამბობთ იმას, რომ $5,000 კვადრატული მეტრის აპარტამენტი უნდა იყოს, ხო ხვდებით, რომ იქ ინფრასტრუქტურას ისა რა ქვია, ბიჭიკო პაიკიძის კომპანია ვერ გააკეთებს და იმაში რაღაც მასიურად კაც ვერ აიღებს, იმიტომ რომ იქ ლაპარაკი არის ძალიან მაღალ სტანდარტებზე, ანუ სახელმწიფომ გარდა იმისა, რომ ეს მიწა ჩადო ბიზნეს რისკში უკვე და შესაბამისი ამონაგები არ ექნება. სერბეთის მაგალითი მაგას გვაჩვენებს. 3-დან 9 მილიონამდე პირველი წლები იყო. 3 და 5 მილიონი და ეხლა 9 მილიონი არის დივიდენდი, მეტი არა. ანუ სახელმწიფო უნდა ჩადოს ეს ქონება და აიღოს მე-13 მოგების მარტო. მერე სახელმწიფო უნდა გააკეთოს ამისთვის ინფრასტრუქტურა. სავარაუდოდ სახელმწიფო საბანკო გარანტი უნდა გახდეს ამ პროექტის და ძირითად მოგებას ისინი წაიღებენ. თან არ ვიცით რამდენია. ფულს ალბათ საერთოდ არ ჩადებენ, იმიტომ რომ გაყიდვებით დაიწყებენ. ეგეც აპრობირებული ამბავი, რამე უკანონო მაგაში კი არ არის. უბრალოდ ინვესტიცია არ არის. მე რომ მივდივარ და ირაკლი და იქ რაღაც ქონებას ყიდულობ, იმ კომპანიებს მარტივად რო გითხრათ, საქართველოსიც კი ბიზნეს სესხი რო გაიცემა, არ ეთვლება ეს. ანუ არც ერთ კომპანიას ინვესტიცია და არ ეთვლება იმ პროექტის გაყიდვები რა, მარტივად რო თქვა. არ გაძლევენ ამის გამო ეს. გეუბნები რომ ფული არ ყოფნის, შენ თანამონაწილეობა არ ყოფნის და სესხს ვერ მიიღებ უბრალოდ. და აქ ლაპარაკი არის რომ სახელმწიფო გარანტიად ჩაუდგება ამ მიწით, ამ კომპანიის სესხსაც, პირველად გაყიდვებსაც და აღმოჩნდება რომ ის კომპანია წაიღებს 2/3-ს მოგების, ანუ ეგრეა კონტრაქტი, მე-13-ია ჩვენი. ჩვენ სახელმწიფო ინფრასტრუქტურაც უნდა განვავითაროთ, ეს რისკიც უნდა ავიღოთ და ამაში გვექნება მოგების მე-13. ოთხ ხელშეკრულება არ ვიცით და სავარაუდოდ შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ის რასაც შენ ამბობ, იქნება ჩადებული ხელშეკრულებაში, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ინფრასტრუქტურის მოწყობის და მეორე, არ ვიცით ეს ინფრასტრუქტურა რა დაგვიჯდება. რომ არ დაჯდება. ხო, რომ არ დაჯდება რამდენიმე 10 მილიონი, ეს ცხადია. 10 მილიონი ჯდება ერთი პატარა ქუჩის გაკეთება, ხო? კი ბატონო. და ასეულობით მილიონი თუ დაჯდება ამ ინფრასტრუქტურის წყლის, კანალიზაციის, სატრანსპორტო, დერეფნის გზების მოწყობა და ასე შემდეგ, მაშინ გამოდის რომ ჩვენი თანამონაწილეობა კიდევ უფრო დიდია. ამ თანამონაწილეობის პირობებში ჩვენ კიდევ არათუ მხოლოდ მიწის ღირებულება უნდა ჩავდოთ პროექტში, არამედ უკვე არსებული აი შენი ჯიბიდან ამოღებული გადასახადი უნდა დავახარჯოთ არაბულ კომპანიას, რომლებიც აი ბუდაპეშტის მაგალითად 9 მილიონ და 10 მილიონ ბიუჯეტ შემოიტანს. ანუ რეალურად ეს არის კორუფციული სქემა, რომლის ინტერესებსაც ჯერჯერობით ესე ვერ გავიგებ, თუმცა ერთადერთი რაც ვიცით ახლავე არის ის, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი დაინტერესებული ამ კორუფციული სქემის განხორციელებაში და რეალურად ჩდება ფიქრი იმაზე, მე მაგალითად მეფიქრება იმაზე, რომ ეს ადამიანები აუცილებლად იქნებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ, თავის დროზე როცა ყველაფერი გამოაშკარავდება. იმიტომ რომ სხვა ვერსიას მე ვერ ვხედავ, რომ რა სიკეთე შეიძლება მიიღოს აქედან საქართველოს სახელმწიფომ, ქართულმა საზოგადოებამ. ვერ ვხედა უბრალოდ. გარდა ზიანისა. კი, მართლა არ არის, დიდი ზიანია, ბევრი ხარჯია, ანუ შეხედე მარტივად ესე კვალიფიცირდება. არაადეკვატურად დიდი ბიზნეს რისკის აღება და ხარჯის გაწევა ქართული სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დაბალი სავარაუდო მოგების საფასურად. აი, ეგ არის მთელი ამ ამბის კონცეფცია და ისტორია. ანუ ჩვენ სწორად აღნიშნე, რომ ეს მიწა ხო არის დღეს 600 მილიონის ღირებულების ესე მდგომარეობაში. ანუ ჩვენივე სახელმწიფო დახარჯავს ფულს იმაში, რომ ეს მიწა გახდეს ბევრად უფრო ძვირი, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურას მოაწყობს, თან მაღალი სტანდარტის ბევრად უფრო ძვირი იქნება. ანუ გამოდის რომ ეხლა რასაც 600 მილიონს ვიძახით და 1.2 მილიონი გვანახეთ სად არის თქო, ეგ ჩვენივე სახელმწიფოს ხარჯზე გახდება რავი 2 და 3 მაგდენი და 2 და 3%. ჩვენ მანდ დავრჩებით 33%-ში, ისინი დიდ მოგებას ნახავენ და ეგ არის
ის რაც ამ პროექტებს, Eagle Hills-ის პროექტებს აერთიანებს ყველგან. ყველგან ეგ პრობლემა არის. ყველგან ადამიანები არსად არ ითხოვდნენ რაღაცა რა ქვია, სიგიჟეს არსად არ ითხოვდნენ. ყველგან ითხოვდნენ რომ კონტრაქტი გვანახეთ. ანუ ყველგან იყო პრობლემა, რომ ტენდერი არ ჩატარებულა, არავით არის კონკურსი იმაზე, რომ ვინ უნდა განავითაროს. იქნებ მართლა, რავი, ის ეგეთ რამ მართლა არ მინახი, ანუ რა ბიზნეს ლოგიკით ცხოვრობს, ან მართლა ფული როგორი შევა, ან აქამდე როგორ მოაღწია ამასაკამდე ერთ-ერთი კომპანიის სახელი აღარ მახსოვს, დირექტორი დამფუძნებელი გამოვიდა. კოცი რა თქმა უნდა და თქვაო რომ ღმერთს მადლობას უხდიო რომ ეგეთი კონკურენტი გამომიჩინაო. ორბი ჯგუფი. ხო, მე მგონი ან ორბი ან ანაგი, რომელიღაც ანუ ტიპს უხარია რომ ანუ ვაფშე საერთოდ გაწიეს თემიდან, არც მიაკარეს ამ ამბავს, უთხრეს რომ ეხლა რაც გვინდა იმას ვიზამთ აქ და ამას ეს უხარია. ანუ ვიღაცა არის უპირატეს მდგომარეობაში ამ ბაზარზე შემოდის, სახელმწიფო მასთან ცალკე გარიგებას დღეს არასაჯაროებს, გიგანტურ მოგებაზე არის იმის შემთხვევაში ლაპარაკი და ამას უხარია რომ თვითონ არ არის ამ ყოველფრის ნაწილი და არავინ მასთან არ მისვლა. რაც არის სიგიჟე ხალხო, რომ იცოდეთ არ არის ეგ მათემატიკის ცოდნა, ბიზნესი არ მათემატიკის ცოდნა უნდა ამას და ელემენტარული თავმოყარეობა რომ მაგას მიხვდეთ. არა, უბრალოდ ძის და მართლა დაავალეს, უთხრეს რომ კრიზისი როცა რეპუტაციული კრიზისი როცა შეექმნათ და საკუთარი წევრები, მხარდამჭერები აკრიტიკებდნენ და უკვე გაჩნდა მათ შორის მაღალი სასულიერო იერარქების მხრიდან კონკრეტული კრიტიკული პოზიციები და ასე შემდეგ, ეპარქიებმა ოფიციალურად განცხადებებით შეაფასეს ეს ყველაფერი, თავის მხრივ მე გაჩნდა რისკი და დაავალეს და უთხრეს რომ მეც დეველოპერი ვარ, მაგრამ უთავმოყარეო დეველოპერი ვარ, უთავმოყარეო, უპასუხისმგებლო, უსინდისო და გამოვდივარ და ამ საშინელებას ვაქებ. რაც წარმოუდგენელი. ერთ-ერთი ამბავი, თაზო, რაზეც ფიქრი ღირს. რა ინტერესი შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან? ერთ-ერთი ხაზი ამ ყველაფრის ისა, რომ არის თუ არა ეს რეალურად, ნამდვილად, თუნდაც არაბული ფული. იმ ვითარებაში, სადაც უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსული არალეგალური შავი ფული, ოლიგარქების ფული გაედინება საუდის არაბეთი რა იყო და საემიროებში. გაედინება ეს ფული და იქედან ცდილობენ შემდეგ რაღაცა ეგრეთ წოდებული შირმა კომპანიებით ამ ფულის სხვადასხვა ქვეყანაში დაბანდებას. კერძო კომპანია სინამდვილეში MR ჯგუფთან არანაირი შეხება არ აქვს. კერძო კომპანია Eagle Hills-ი, ყავს ერთი მფლობელი, ერთი დირექტორი, ეს ალაბარი, ეგრეთ წოდებული ვიღაც წარმომადგენელი, რომელიც ნიჭიერ კაცია, მაგარი ტიპი, რომელსაც შეიძლება რომ ეს ფული იყოს სინამდვილეში რუსული ფული. საერთოდ არ გამოირიცხება ეს ამბავი, რომ იყოს ფულის გათეთრება და რუსული ფული გვერდიდან. ეს რისკები არსებობს. მე ამას ვერ დავადასტურებ, პასუხისმგებლობით ამას, მაგრამ ChatGPT-ც მაგას ამბობს. ყველა პროგნოზი შეიძლება აქეთკენ მიდიოდეს, რომ ესეთ პროექტში უცებ არაბული სამყაროდან დიდი ნახტომი და აი $1.2 მილიარდ ინვესტ უბრალოდ დაუჯერებელია. საბოლოოდ ვარაუდის დონეზე ვამბობ, შეიძლება ეს აღმოჩნდეს სწორედ ამ სქემის ნაწილი, რუსული ფული, ოლიგარქები, სანქცირებული ოლიგარქები, რომლებიც ცდილობენ რომ ეს თანხები სადღაც ერთი გაათეთრონ და მეორე დააბანდონ. ეგრეა. ეგრეა, შეხედეთ განსხვავება რა არის. MR ჯგუფი რო იყოს, მართლა MR ჯგუფი რო იყოს, წნარად ვიქნებით ახლა რას ჩვენ ვერ დაგვაბრალებ ამ 6 წლის მანძილზე არის ის რომ ბიზნესის წინააღმდეგ ოდესმე რამე გვითხოვს პირიქით. ერთადერთი პარტია რომელიც ყოველთვის ალბათ ხანდახან შეიძლება ზედმეტად ვიჭერდით ბიზნესის მხარეს ისეთ საკითხებში რომელიც თulit რომ ქვეყნისთვის კარგი არის, ბიზნეს განვითარებისთვის და შესაბამისად ქვეყნისთვის. ანუ MR გამათობთ ხოლმე მაგას. ხო, არა, ბევრს გამათობთ მე და შენ მაგაზე, მაგრამ ბოლოს ხო მაგ მიდივართ. არ ვიგამათოთ დღეს. ხო და MR არის შეხედე მარტივ ამბავი, წნარად ვიქნებოდით. MR არის კომპანია, რომელიც არის დალისტული, საჯარო, ან ბირჟაზე ივაჭრება. ყოველ 3 თვეში ერთხელ გვექნებოდა ანგარიში საჯარო ჩამოტვირთავთ ინტერნეტიდან, მეც შენს და ყველა დაინტერესებული პირი ამას ჩვეულებრივად ნახავდით. რა არის მოგება, გასავალი, შემოსავალი, ყველაფერი გვეწოდინებოდა, მათ შორის ჩვენს პროექტზე და ვიქნებოდით ჩვიდან. აქ ეგეთი არაფერი არ ხდება. ეს განსხვავებით MR-ისგან არის private კომპანია, კერძო კომპანია, რომელსაც კიდევ ხომ მაგერე არაფერი ის არ უნდა რაღაცა დიდი სპეციალისტობა ChatGPT-ს უკითხოს, გეტყვის რომ კლასიკური ნაცრისფერი ზონის კომპანია არის. სადაც გაუკვეველია რა არის კავშირები კერძო კომპანიას და ხელისუფლებებს შორის, რატო არსებობს ეს კავშირები, როგორი არის ეგზეკუტივ მმართველობა, ანუ კორპორატიული მმართველობა. MR არის განსხვავებული, MR არის დალისტული, შესაბამისად იმის კორპორატიული მმართველობა მთლიანად ვიცით. აქ არ ვიცით ვინ არიან ეს ხალხი. რასაც ჩვენ ამბობ, ანუ არ ვიცით რა არის, ვინ არის, საიდან მოდის. ძალიან დაბალი არის ხარისხი გამჭვირვალობის და
ფაქტურად არ არსებობს და არის სულ ლაპარაკი ერთი და იგივე ამბავი ყველგან, რომ ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია, რომ ეს არის რაღაც გადამრჩენა ამ ქვეყნის, რომ ასეთი რამე არასდროს აქ არ ყოფილა. სულ ეს ნარატივი, ოღონდ უცნაურად ყოველთვის ეს ხდება ქვეყნებში, სადაც ხო ვიცით რა, ამას არ უნდა რაღაც დიდი ზოგადად ინსტიტუციები არის სუსტი სერბეთი, უჩიჩის სერბეთი დღევანდელი. რატო არის ხო? რატო არის ხო რა? ხო, აი მარტივად რატო ხდება მარტო უჩიჩის იმაში რა ქვია სერბეთში, ორბანის უნგრეთში, რამას ალბანეთში და ივანიშვილის საქართველოში. რატო? აი თუ ძალიან მაგრები არიან. თუ ეგეთი მაგარი კომპანია და მართლა ემაარია და ემაარის ლეველი არის. რა საფრანგეთში რატო არ ავითარებს არაფერს? არა, შეერთებულ შტატებში რატო არ ავითარებს არაფერს? არ არის ეგ ამბავი. გასაგებია რომ ეს არის ხო, ეს სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, დღეს ეგეც არ არის რაღაცა ჩვენი მოგონილი ან კონსპირაციის თეორია. დღეს გაერთიანებული არაბეთის საემიროები, მათ შორის საუდის არაბეთი, ეს ქვეყნები არის იმ ქვეყნებისთვის, რომელსაც სანქციები ადევს დასავლეთიდან, მათთვის ფინანსური თვალსაზრისით დღეა. ანუ შეუძლიათ რუსებს თავისი ფული იქ შეინახონ, შეუძლიათ და ამასაც აკეთებენ კიდეც. ამას რო აკეთებენ, აქედან გამომდინარე, შენი ეჭვი არის აბსოლუტურად გამართლებული, რომ იქ შეიძლება დიდი სქემა იყოს, რომ აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის ქვეყნებში რაღაცა ფორმით ამ რუსული ფულის გათეთრებაც ხდება. ხო, და სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რაც საჯაროდ ლაპარაკობდით, ბრალდებები გქონდა, ეჭვები გქონდა, ყველაფერი დადასტურდა თაზი. ესე იგი, ამ ვითარებაში ბოლოს ჩემი მხრიდან შემაჯამებელს ვიტყვი. რაზეც ვლაპარაკობდით, ზოგჯერ ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ პასუხისმგებლიანები ვართ მათგან განსხვავებით. პრემიერ-მინისტრი კორუფციის გამო დაიჭირეს, ინფრასტრუქტურის მინისტრი კორუფციის გამო დაიჭირეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ესროლეს თუ ისროლა თუ ასე შემდეგ და ბარიგობას აბრალებენ. ყველა საერთოდ ვინც იყო? გუშინ სუსის უფროსი ლილუაშვილი დაიჭირეს. რის გამო? კორუფცია, ატკატები, ბრალდები. ამ დროს როცა გამოდის თაზო დათუნაშვილი და ითხოვს რომ გაასაჯაროვეთ ასეთი მნიშვნელობის თუ ესეთი საოცრებაა ხელშეკრულება. ძირითადი საკითხი ხო შეიძლება რაღაცა რამდენიმე პუნქტი იყოს კომერციული საიდუმლოება. კი ბატონო, რამდენიმე პუნქტი. დანარჩენი გაასაჯაროვეთ, სახელმწიფომ რა უნდა დახარჯოს, რა უნდა გაკეთდეს. ამ დროს გამოდის ირაკლი კობახიძე და თავხედურად პაპუაშვილთან ერთად ამბობს რომ ჩვენ დავიცავით საქართველოს ეროვნული ინტერესები ყველანაირ და ამ ხელშეკრულებაში ყველაფერი ასეულა გვენდეთ. როგორ შეიძლება ამ ტიპის ხელისუფლებას ენდო, რომელმაც აუდიტის სამსახურიდან დაწყებული შემოსავლების სამსახური, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრი, სუსის უფროსი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აგერ მერი გამზადებული ყავთ იმისთვის რომ კარგად შეფუთონ და შესვან ეშაფოთზე, ამ ვითარებაში როგორ შეიძლება ამ კატეგორიის ხალხს ენდო? არ ვენდობით და ზუსტად იმ გამოცდილებით, იმ ქვეყნებში არსებული მოცემულობით ვამბობთ, რომ ეს არის დიდწილად და სავარაუდოდ, აი მე მაქვს 99%-იანი რწმენა ამ საკითხში, რომ არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ეკონომიკისთვის დამაზიანებელი პროექტი, რაზეც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ როცა გამოაშკარავდება ეს ყველაფერი მომდევნო მომავალი ხელისუფლების პირობებში, იქნება სისხლის სამართლის დანაშაული და ამ ადამიანებს მოუწევთ უბრალოდ პასუხისგებაში მიცემა. და მე იწუწუნებენ და იტყვიან, რომ აი ხო არ ვიცოდით არაფერი და ახლავე ვამბობთ, არ გაგვიხარდება მართლები რომ აღმოუჩნდებით, იმიტომ რომ ჯამურად საქართველოს ინტერესები იქნება დაზარალებული, ხელშეკრულებაში რა პირგასამტეხლოები უწერიათ ღმერთმა უწყის, რამდენი მილიონის, ასეულობით მილიონის გადახდის ვალდებულებები და ასე შემდეგ, არ ვიქნებით ამით ბედნიერი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა. როგორც თვითონ ამბობენ უკანასკნელი დღეებია და სწორად აღნიშნიან, ხალხი რომელიც აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვისაც თქვენ, ვინც ქართულ ოცნებაში 10 წლეულია უკვე არის ყველაზე გავლენიანი ხალხი, აბსოლუტურად ყველა ვისაც თქვენს ფულზე ხელი მიუწვდებოდა. აი პირდაპირ ვამბობ. ვისაც რაიმე ფორმით საჯარო ფულზე, ბიუჯეტის ფულზე ხელი მიუწვდებოდა, ყველა კორუმპირებული იყო. ყველამ ფული იპარა, ყველა ჯერ ან ციხეშია, ან ისა გირაოა, ან ქვეყნიდან არის გაქცეული. თითქმის ყველა. აი, ძალიან ისო. თითქმის ყველა. რავი, როცა უსაფრთხოების სამსახური პრემიერ-მინისტრი. ვინც არ არის გაქცეული, იმას ჯერ არ არის საქმე აღზრდილი. ხო, უბრალოდ საქმე არ არის აღზრდილი, რომ ყველამ ვიცით, ხე ეს პატარა ქალაქია, პატარა ქვეყანაა და ბევრ რამეს ძალიან მარტივად ვიგებთ, როგორც აი ეს ამბები. ყოველთვის ვამბობდით ამას. და გვეუბნებოდა, რომ ჩვენ ვართ მატყუარები, ჩვენ ვართ სახელმწიფო ინტერესების მტრები, ასე შემდეგ და ბოლოს აღმოჩნდა, რომ თვითონ უწევთ ხა. თურმე მართლები ყოფილიყო. მტრები ისინი არიან. და ოღონდ ხო აი ეგ რაღაცა სიგიჟე და ამ ხალხს რატო უნდა გენდოთ? თქვენ დაფიცებულს რატო უნდა ვენდოთ? თქვენ რაღაც აი ამ ტყუილებს შირმად რო უდგებით ეხა ამ ყოველს. რატო უნდა ვენდოთ? არ ვენდობით. ამიტომ დაწერილს ვენდობით ზოგადად ცივილიზებულ
სამყაროში ადამიანები. დაწერილი არის ხელშეკრულება ჩვენ შორის. ეს გაასაჯაროეთ და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ. ყველამ ერთად, იმიტომ რომ ეგ არ არის ყობახიძის და პაპუაშვილის ქონება. ეს არის საქართველოს ქონება. ქართული მიწა, საქართველოს სახელმწიფო მიწა არის ყველას საერთო სიკეთე, ყველას საერთო სიმდიდრე და ანგარიშვალდებული ხელისუფლება არ არის ივანიშვილთან, თქვენთან არის ანგარიშვალდებული. თქვენთან, იმიტომ რომ თქვენ ფლობთ ამ მიწას. იმიტომ რომ თქვენზე იმოქმედებს ეს ყველაფერი, რა რისკებსაც ეხა შეიძლება უგუნურად ხელისუფლებას წევდეს, მე ჩვენი ყველას ერთად ასანაზღაურებელი და გადასახდელია. დარწმუნებული ვარ, პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა ამ ყველაფრიდან, მაგრამ პასუხისმგებლობამდე ჯერ მნიშვნელოვანია სასიცოცხლოდ გვითხრით რა ძევს ამ ხელშეკრულებაში. გვითხრით რაში ჩაადგით ფეხი მარტივად რო თქვა და გავიზიარებთ, მოგყვებით, გითან აგრძნობთ. მე რო გიპასუხავ წინას არ ქაქში. ქაქში ხო, ეგ გულისხმობ, მაგრამ რაღაცა მომერი და მე გამახსენე რომ პოდკასტია. შეიძლება ეგეთი რაღაცები. ხო და რაში ჩადგეთ ფეხი გითხარით, რა წერია ამ კონტრაქტში, რას მალავთ ასე ძალიან, იმიტომ რომ სხვანაირად აქედან ვერ გაძვრებით. რა ვიცი, ახლა დაიწყებთ ჩვენი გაშავებით და მე უკვე პატრიოტთა ალიანსის გაშავებით დაამთავრეს, რომ ეგ დღეც დადგა ამ ქვეყანაში, რომ პატრიოტთა ალიანსს აშავებს ქართული ოცნება. ოღონდ არ არის. ადამიანებს სხვადასხვანაირად ფიქრობენ, სხვადასხვა ემოციური ინტელექტი აქვთ, ოღონდ ყველა ხვდება ძალიან განსხვავებული შეხედულების ადამიანები, მე და ირაკლის და ქალბატონ ირმას და ბატონ თარხან მოურავს, რომ ბევრი საერთო ცხოვრებაში არაფერი არ გვაქვს, არც პოლიტიკურად და არც ისე ყველა მიცით. ოღონდ ჩვენი გადმოსახედიდან აბსოლუტურად სხვადასხვა წერტილებიდან ხედავთ ძალიან ბევრ პრობლემას ამ ყველაფერში, იმიტომ რომ რა ვიცი, სხვადასხვანაირად ალბათ ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებიდან გამოვდივართ. ამიტომ გასაჯაროება არის ერთადერთი გზა, რომ მივიდეთ სიმართლემდე. მანამდე კი გავაგრძელებთ ჩვენ დერეფანს სხვა კარებების შეღებით შემდეგ ეპიზოდებში. პირველი, მადლობა ვინც გვიყურებთ. მეორე, გამოგვიწერეთ ჩვენი არხი. მესამე, დაგვიწერეთ ხოლმე უკუკავშირი რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ. აი წინა პოდკასტზე გვითხრეს რომ ძალიან გრძელი იყო და ასე შემდეგ და მოკლედ გვისაყვედურეთ, გაგვაკრიტიკეთ, შეგვაქეთ კიდევაც, ეგ ყველაზე მეტად გვიხარია და ველოდებით თქვენგან უკუკავშირს. ხო რა თემებზე საუბარი გაინტერესებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიკვლევთ, ჩვენი ანალიტიკოსები გვეხმარებიან ყველა ამ ინფორმაციის გადამოწმებაში. მოდი ერთად შევქმნათ ისეთი რაღაც სადისკუსიო სივრცე, სადაც პოლიტიკოსებს როცა რაღაცას მიწერთ და უკომენტარებთ, მომდევნო პოდკასტში ჩვენ გიპასუხებთ ერთად ამ ყველაფერს. მადლობა და ნახვამდის. ნახვამდის.